გადაცემის სპონსორია მიტარბი. მიტარბის საეროვანი მინერალების დახმარებით შეგვიძლია შევცვალოთ ერთფეროვნება და გავხალისდეთ. მიტარბი, შეინარჩუნე ხალისი. ნიჭიერის კასტინგების განმავლობაში თქვენ დაუჯერებელი ნომრები ნახეთ. ჩვენთან ერთად აღმოაჩინეთ ნამდვილი ნიჭიერო. საამაყო ხალხი. თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დასაწყისია, იმიტომ რომ დღეს თქვენ ყველაზე დიდი შოუ, ყველაზე მაგარი სანახაობა გელოდებთ. ეს პირველი ნახევარფინალია. დადგა დრო, როდესაც თქვენს წინაშე 40 რჩეული ნახევარფინალისტიდან პირველი 8 კონკურსანტი უნდა წავიდეს. მაყურებლის ხმა გადამწყვეტია. ისინი თქვენი დახმარების მოლოდინში არიან. ჯგუფი The Mask. გოგიტა და ლუკა ბურჭულაძე. ჟან-ფრანსუა მარტენი. თემო და კეთი. ივან მაკაროვი. Wild Girls. ჯევორ პეტროსიანი. და Happy Hands. ჟესორ შაბათია. ეს ნიჭიერია. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ნიჭიერის პირველი ნახევარფინალური შოუ. მივესალმოთ ჩვენს წამყვანებს, ვანიკოს და გიორგის. დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის მოგესალმებით ყველას. აი ამ წამს ველოდებოდი ყველაზე მეტად და მოვიდა ორშაბათესი ორშაბათთა შორის, როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით პირდაპირ ეთერში უკვე ნახევარფინალში. ყველაფერი ასეა გიორგი, უბრალოდ მე უფრო მეტად ველოდი ამ დღეს, იმიტომ რომ 5 წელია რაც ნიჭიერის სეზონი იწყება, მე მინდა რომ ყოველი დღე ორშაბათი იყოს გიორგი. რაღა 5 წელია ხარ, ეს არ ნიშნავს რომ ყველაზე მეტად გიყვარს. კი, რატომაც არ ნიშნავს? კაი, ამაზე მე ვილაპარაკოთ. ახლა კი მეგობრებო, მე, რომელიც 5 წელი ამას ვაკეთებ, მინდა მივესალმო ყველაზე ენერგიულ, ყველაზე ემოციურ ცოცხალ აუდიტორიას. სენ, ვანიკო, რა მაინტერესებს? ეს X-ები რატო კიდია? ეს ხო ნახევარფინალია. კი, გიორგი, ეს ნახევარფინალია, მაგრამ მათ პატრონებს დღესაც შეუძლიათ დააჭირონ ღილაკებს ხელი. არა, მაგისი არ მჯერა, არა, მე მჯერა უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს X-ები აქ იმიტომ კიდია, რომ უბრალოდ უხდება აქაურობას. კი, გიორგი, როგორც შენ უხდები აქაურობას, იმიტომ რომ ხარ. მადლობ. მაშინ ასე მეგობრებო, შევხვდეთ ადამიანებს, რომლებიც ამ წითელ X-ებს აკონტროლებენ. ნიჭიერის ჟიური, რუსთავიორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. უხარი აპლოდისმენტებით შევხვდეთ ჩვენს გენერალურ დირექტორს. მივესალმოთ ნიკა გვარამია. და ყოველთვის საყვარელი, ულამაზესი მსახიობი ია ფარულავა. რა მშვენიერება ლოდი რა გიორგი. სილამაზე მოეშურება ჩვენსკენ. მარადი სილამაზე. რა თქმა უნდა. ეფექტური, ულამაზესი, უმშვენიერესი ია ფარულავა. და ყველაზე ენერგიული და აქტიური ტელეწამყვანი ნანუკა ჯორჯოლიანი. ნანუკა ჯორჯოლიანი. და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე იგივე ჯოლა. მივესალმოთ. უბრალოდ უხარია მოგისმენდები მეგობრებო. დინჯად მოაბიჯებს. დინჯი კაცია, დინჯი. აბარა იუმორით დახუნძლული, კაცრიც ხანდახან
ლევან წულაძე იგივე ჭოლა. მოგესალმებით ოთხივეს. როგორ ბრძანდებით ნიკა გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები და თუ ხართ მზად იხლოთ პირველი 8 ნახევარფინალისტი. ემოციები ამაღლებულია, როგორც ყოველთვის ნიჭიერი ჟიურიში განსაკუთრებით ლაივებზე და მზად ვართ. მე პირადად ღელავ და ალბათ ჟიურის ანაჩემი წევრებიც. და თქვენს ეჭვმა. რა თქმა უნდა, მაგის გარეშე როგორ. აბა რა. ია რა თქმა უნდა მეც ვღელავ, მაგრამ ეს ჩემთვის პირველი არ არის, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა და ვარ ძალიან მაგარი შემართებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგით, მეგობრებო, შეგვიძლია დავიწყოთ. ყველაფერი მზად არის. მე სერვისი. გიორგი, შენ თუ იცი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე სანდო დეველოპერული კომპანია რომელია? რა თქმა უნდა, ყველა მიცის, ეს არის Epic Development. აბა რა, გიორგი, Epic Development-ი, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში აშენებს საცხოვრებელ კორპუსებს და სხვათა შორის ამ ბინების ყიდვა შეგიძლიათ უპროცენტო განმადებით, როგორც დოლარში, ასევე ლარში და სწორედ Epic Development-ის მიერ აშენებულ ერთ-ერთ კორპუსში, წანიში, სამთავრობო რეზიდენციასთან ეკოლოგიურად სუფთა მშვიდ გარემოში მიიღებს ბინას პროექტ ნიჭიერში გამარჯვებული გიორგი. შვენიერია, ამაზე უკეთეს ვერ ინაკლებს კაცი. აბა რა, ამაზე მოკლედ, როგორც მივხვდი ყველაფერი მზად აქვს და შეგვიძლია დავიწყოთ. გეგონოს. აბა, მეგონოს რას ნიშნავს? ის მოვა. ის ვინ არის? ის. ზემოთ რატომ ეძებ იმას? ყველგან ვეძებ იმას. ყველგან ის. აპლოდისმენტების მამა უწყებს რომ მოვიდა. ვინ? აი ეს. როგორ ახარ ვანიკო? ცუდად ნიკა, ცუდად. რატო ხარ ცუდად? შენ რომ დგახარ აქ, იმიტომ ვარ ცუდად. ბიჭო, რა რით ვერ შემეგოა, აი მითხარი. გულწრფელად მითხარი, რა რით ვერ შემეგოა, რომ მე შენს გვერდით გავარ, აი რა. მე გეტყვი, მე კი შეგეგუე, მაგრამ ვერ შეგიყვარე. ბიჭო, არც მოვსულარ ეხლა მე აქ იმისთვის, რომ რაღაც შენს თვალებში ცეცხლი დანთებული დავინახო და შენი სიყვარული მოვიპოვო ან რაღაც. მე აქ ვიქნები იმისთვის, რომ კონკურსანტები გავამხნევო LG-ს ოთახში და მათ ვუყვარდე რაც თავარია, ვანიკო. შენ სიყვარულზე არც მიფიქრია, საერთოდ არ მიფიქრია. და მე და ყიფშიძე, მე და ყიფშო ვერ გავამხნევებდით. ხო, ვერ გავიგე, მე და ვანო ვერ გავამხნევებდით? ეს ახალი გააჩუმე რა გეხვეწები დადგეს. იდგეს რა. ცოტა ხანს იდგეს. მე მელაპარაკე ნიკა, მე. ხო. ხალხი გიხდება სხვათა შორის. მე მელაპარაკე, მე. ხო, რა გელაპარაკები, აი? ხო, ხედავ გელაპარაკები, ხო. LG-ს ოთახში ვიქნები, ვანიკო და კალთის ქვეშ ამოფარებული მეყოლება ჩვენი კონკურსანტები. გამოუშვებ სცენას. გავიგე და არ გინდა რომ პირდაპირ გავუდგე გზას. კი, მივდივარ. წადი. იმიტომ არ მივდივარ, რომ შენ მეუბნები, მე თვითონ მივდივარ. შენ თვითონ წადი, კი ხო, ბატონო, მივდივოდი ისედაც. ხო და წადი. ხო და მივდივარ. ხო და ხმას აღარ იმიტომ არა, რომ შენ მეუბნები. ვიცი, იმიტომ რიტაც რატომაც წადი ოღონდ. იყავი მან. ვანიკო, კინაღამ შარში გამჭით ეხლა, ვანიკო. გაუბნელია საერთოდ ეს გამაგები. ზესტაფონელია, კამეჩის თაველი. კამეჩის თავზე არავინ არ ამყავს? არც მე არ ყავს არავინ, ამაზე რაღაცნაირად მე მოვაგვარებ და ახლა კი მეგობრებო, ნება მომეცით, წარვადგინოთ ჩვენი პირველი ფინალისტები, ესენი არიან The Mess. The Mess. DJ turn it up, better DJ bring it back. Gotta DJ turn it up, better DJ bring it back. ძალიან მაგარი გოგოები ხარ. მადლობთ. ყველა ჩვენთაგანი ცეკვით ცხოვრობს და ამითი გამოვხატავთ ჩვენ თავს. თაყვანისმცემლები მანამდეც არ გვაკვდა, მაგრამ ნიჭიერის შემდეგ მათი რიცხვი უფრო გაიზარდა. Facebook-ზე ძალიან ბევრი დამატება მოგდის მეგობრების და ჩვენი ტელეფონებიც არ ჩერდება. რაც იზამ, ვარსკვლავური ცხოვრება არც ისე მარტივია. ჯგუფი The Mess. Welcome to the Mrs. Carter Show. Drive around at the partition, please. Drive around at the partition, please. I don't need you seeing Beyonce on her knees. Took 45 minutes to get all dressed up. We ain't even gonna make it to this club. Now my mascara running red, lipstick smudge. Oh, he's so honey, yeah, he wants too far. He popped on my buttons and he ripped my blouse. He Monaco whiskey all on my gown. Water daddy didn't bring the towel. Oh baby, better slow it down. Took 45 minutes to get all dressed up. And we ain't even gonna make it to this club. Nah, 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 come on. Nah, 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 come on. Nah,
ასეთი უნდა იყოს დასაწყისი, ასე უნდა გაიცნას შოუ რა. ესე იგი, გოგოებო, რა მინდა გითხრათ იცი? ისე მოძრაობდით, ისე გამოიყურებოდით, რომ ესე იგი, ჩემი ნება რო იყოს. დღეს 8-ვე ნახევარფინალისტი იქნებოდით მარტო თქვენ და მე კიდე გიცქერდით და გიცქერდით. გიცქერდით და გიცქერდით. კარგი, ჟიურიმ შეაფასოს ახლა თორე დაიწყო ამან ფლირტი გისმეთ პატიმონიკა. ხო, არ არის შენი გადასაწყვეტი ეს ამბავი, გიორგი. არც ჩემი მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. მე მგონია რომ ნომერი ცუდი არ არის ნამდვილად, თუმცა არა უმეტეს. მაგრამ თავარი რაც გოგოებს მინდა უთხრა, შესარჩევი ტურის მერე ისინი ძალიან სერიოზულად გაიზარდნენ. ბევრად უკეთესია ეს ყველაფერი, რაც ეხლა ჩვენ ვნახეთ წინა გამოსვლასთან შედარებით და მგონია რომ პროგრესი არის ის თვისება, რომელიც ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური დამახასიათებელია. მე გილოცავთ იმას, რომ თქვენ იზრდებით, მუშაობთ საკუთარ თავზე და თქვენს ვიდეოს გამოვეხმაურებით. კარგია ის, რომ თქვენ ნამდვილად ცხოვრობთ ცეკვით და გიყვართ ის, რასაც აკეთებთ. ეს ძალიან გეტყობათ და რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გაქვთ სამუშაო. ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი, გილოცავთ. და ეხლა დიდი მადლობა. ეხლა ნანუკა თუ შეიძლება თქვენ მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული პასუხისმგებლობა გქონდათ, არ არის მარტივი გახსნა სეზონი პირდაპირ ეთერი. გეტყობოდათ სინქრონზეც ითვლიდით ხმამაღლა, მაგრამ დავეთანხმები ნიკას, რომ კი, შეცდომებიც ნამდვილად იყო, მაგრამ დავეთანხმები ნიკას, რომ აშკარად პროგრესი არის, მაგრამ გეტყობოდათ, რომ ძალიან ნერვიულობდით და მოდი დავაბრალოთ ეს იმას, რომ ძალიან რთული პასუხისმგებლობა გქონდათ, აშკარად, იმიტომ რომ რთულია. პირველი იყო ესეთ მეგა შოუზე და ეს პირველ და პირველ. მოდი ვიხდი, მოყვარულები ხართ თუ გოგოებო, თქვენ მოყვარულები ხართ თუ სადმე ვცდილობთ რომ უკეთესები ვიყოთ და არა უბრალოდ მოყვარულები. არა, მე მაინტერესებს მოყვარულები ხართ თუ სადმე ცეკვავთ უბრალოდ. არა, ცეკვავთ. სადმე ცეკვავთ, ხო? არა, მე მგონია რომ ამას კარგად აკეთებთ და ყველაფერი წინ გაქვთ ნამდვილად. დიდი მადლობა. გისურვებთ. ბატონო ჭოლა გთხოვთ. მეც გეტყვით რომ რა თქმა უნდა ძალიან ძნელია დაწყება ამ ხელა შოუსი და პირველი ნომერი ყოველთვის ესეთი ყოველთვის ძნელია. მაგრამ თქვენ არ აგიშავდათ თამამად გამოხვედით. შენ ნება მომეცით ცოტა რაღაცა პატარა კრიტიკული აზრი გამოვთქვა. განსაკუთრებით მე გირჩევდით რომ არ არტიკულაციით ლაპარაკობთ ტექსტს რომელიც მუსიკაშია. ან მაშინ უნდა იმღეროთ, მაშინ თქვენ უნდა იმღეროთ და თქვენ როცა ლაპარაკობთ ეს გამოდის რომ მე მახსენდება რომ მუსიკა სხვისია, თქვენ სალკე ხართ, მახსენდება რომ თბილისში ვარ და ასე შემდეგ გესმით მე ეს სუდი ტონია. ჩემი თუ არ აქვს ამას სპეციალური დრამატურგული მნიშვნელობა, ჯობია ეს არ გააკეთოთ. მეორე აზრი რა. დიდი მადლობა და გალბატონო ია გისმენთ. გოგონებო, მოგესალმებით და მე გავიმეორებ ჩემს სიტყვებს, რომელიც პირველად გითხარით, ძალიან მაგარი გოგოები ხართ. მე რა, ყველაფერს აბსოლუტურად ვეთანხმები, რასაც ჩემი კოლეგები ამბობენ, მაგრამ თქვენ გინდოდათ ვარსკვლავობა და თქვენ ნამდვილი ვარსკვლავები ხართ უკვე და გილოცავთ. ჭოლას უნდა და რაღაც ის თქმა კიდე თუ არ ვწდები? და გაგაწყვეტილეთ. ბოდის ვიხდი მაშინ. დიდი მადლობა ჟიურის და მე კი მაყურებელს მივმართავ თუ გსურთ რომ ეს არაჩვეულებრივი გოგონები იხილოთ ფინალში აუცილებლად დაურეკეთ მათ ყველა ქსელის აბონენტებმა ნომერზე 093330301. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ეს უშვენერესი გოგონები. ბრავო! და გიორგი, მე მაინტერესებს მინდა კითხო, თუ გაგიგია გოგოები რომ ამბობენ ხოლმე, გიждები ბიჭი რომ გიტარაზე უკრავს. არ გამიგია, რამდენი ხანი ვეცადე რომ ესწავლა, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა, არაფერი შენ არ გამოგივა, თუმცა ჩვენ ყავს ჟიურიში გოგო, რომელსაც ისე მოწონს ბიჭი რომ გიტარაზე უკრავს, რომ უკვე ქვეყნის მთავარ გიტაროლოგად ჩამოყალიბდა და დღეს მთელი ორი გიტარისტის მოსმენა მოუწევს. რა თქმა უნდა. ნიკა ხო ასეა, ნიკა? რა თქმა უნდა, ვანიკო, შენ ალბათ არც იფიქრებდი, რომ სხვანაირად შეიძლება იყოს. მამაშვილი ბურჭულაძეები არიან ახლა ჩემთან ერთად და სხვათა შორის მე ვფიქრობ ასევე რომ ცნობილი გიტარათ მცოდნე მათ არც ერთ შეცდომას არ აპატიებს. მე ასე ვფიქრობ, ასე რომ უფრო მეტი შემართებით უნდა გახვიდეთ სცენაზე. როგორ ხართ? ძალიან კარგად. მითხარით თქვენი ნომერი. ჩვენი ნომერია 093 300 302. მოკლედ აუცილებლად უნდა დაურეკოთ მამაშვილი ბურჭულაძეებს ამ ნომერზე თუ გსურთ რომ ისინი თავიანთი გიტარებით ასევე იხილოთ ფინალში. მე გამოვაცილებ მათ სცენისკენ, ის ჯერ ნახავთ ვიდეოს, რა თქმა უნდა, შემდეგ ისინი დაუკრავენ. აი იას კი ვთხოვ მაქსიმალურად გულმოწყალე იყოს თუ შეიძლება. ძალიან კარგად. მითხარით თქვენი ნომერი. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300 302. 093 300
გრძელი ბიჭია ნამდვილად და დიდი მადლობა რომ გიტარა წარმოაჩინეთ ამ სცენაზე. მე და ლუკას გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. გარდა იმისა, რომ მამაშვილი ვართ, ჩვენ აზრობრივადაც კარგად უგებთ ერთმანეთს. ხანდახან ველოსიპედის რულზე ფეხები ვდგები და ისე მიყვარს. მამა მაგას ვერ აკეთებს. სათევზაოდ როცა დავდივართ, ვეჯიბრები სულ ყველაფერში მამიკოს და მამიკოზე მეტ თევზს ყოველთვის მე ვიჭერ. სამაგიეროდ მამა ჩემზე უკეთესად უკრავს. მაგრამ მამა სულ მეუბნება, რომ რაც უფრო მეც იმეცადინებ, ვით უფრო კარგად დაუკრავ. და მე მგონი მალე დავეწე. გოგიტა და ლუკა ბურჭულაძეები, ცრენკის ენგელზე ზეგენეცე. როგორი სინქრონი იყო, როგორი ჰარმონია იყო. მანიკო, ეს მარცხენა ხელი მაინც რა იყოს, მარცხენა ხელი რა იყოს, მარცხენა ხელი. ზედმეტები მოგდის, ჯობია მთავარმა გიტაროლოგმა შეაფასოს. კი. რა თქმა უნდა. მთავარი გიტაროლოგი სახელიდან უყურებს ახლა ამას ყველაფერს. გიტარისტი უბრალოდ მე გიტაროლოგი. ლუკა ძალიან ნიჭიერი ბავშვი ხარ და რა თქმა უნდა, გიტარას აქვს უამრავი შესაძლებლობები, ისეთი ნიუანსების გაკეთება შეიძლებოდა უფრო მეტი რას გიადოსი ვთქვა, ტამბურინის, ფლაჟოლეტის. მაგრამ ახლა ჩვენ ვამზადებთ შერეკილ გიტარას, ტარელი ამზადებს და მე გისურვებდი რომ შენი გიტარაც გახდეს შერეკილი. იმიტომ რომ გიტარა უნდა გაგიჟდეს აუცილებლად. ერთჩვენიერ დღეს. კარგი ბავშვი ხარ, მაგრამ მეტი შეგიძლია. დიდი მადლობა. ბატონო ჭოლა გისმენთ? ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ბურჭულაძე სჯობდეს მამა ბურჭულაძესა. მე ძალიან სასიამოვნო საყურებელია თქვენი დუეტი. აი ძალიან კარგი, როგორ ერთად მუშაობს მამა-შვილი და არ შეიძლება ამან არ მოგხიბლოს. თუმცა უფრო რთულს ველოდი. ბოლოს დაიწყეთ მე მეგონა ნანუკას იგივე თქვა რომ მე მეგონა ახლა დაიწყო და მე მეგონა ბოლოს იწყებდით და თურმე დაამთავრეთ. ნუ რთულია. მაგრამ თქვენი შეფასება მხოლოდ არა, მე უბრალოდ მეგონა ჩავარდი და მოკლე კომენტარი გავაკეთე. კი ბატონო. მადლობა ბატონო ჭოლა, ნანუკა კიდე. მე ზუსტად იგივეს დავეთანხმები, ცოტა უფრო რთულს ველოდი, მაგრამ მე ლუკას გულშემატკივრობ და ქალბატონი იას შემდეგ როგორ გავბედავდა ასეთ სრულ სიზუსტაში ვერ შევასრულე შეფასებებში, მაგრამ ლუკა ძალიან საყვარელია და გულშემატკივრობ ძალიან და მე დარწმუნებული ვარ რომ მისი გულშემატკივარი ახლა ზის ტელეეკრანთან და უმესიჯებს ლუკას რომ მის შემდეგ ტურში გადავიდეს. ჯერ უმესიჯებს არა, ურეკავთ მეგობრებო, აუცილებლად რეკავთ. ურეკავს. და ბატონო ნიკა, რას გვეტყვით?
მე არ ვერ ვერკვევი გიტარაში, გიტარის დეტალებში ისე როგორც ია, ვაღიარებ ამას, თუმცა მაქვს პრეტენზია რომ მუსიკა მესმის. მე კარგად ხვდები რომ ლუკასთვის ხა ეს რთულია ძალიან პატარა ხელი აქვს მას და ამ ბარეს აღება და ასე შემდეგ მისთვის რთულია ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ რაც ჩვენ მოვისმინეთ პრინციპში იყო აკომპონიმენტი. ეს არ იყო სოლო, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგია და მიიღწევა ასეთი პატარა ბიჭისთვის, ჩვენ საუბრობთ ნიჭიერის ფინალისტებზე. ნიჭიერის ფინალისტობა ძალიან რთული რამეა და ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება. მე მგონია, რომ ეს საკმარისი უბრალოდ არ არის, თორე ლუკა კარგი ბიჭია, ის ბუნებრივი. დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს მივმართავ, თუ გსურთ რომ ეს არაჩვეულებრივი მამაშვილი იხილოთ ფინალში, მაშინ ეხლავე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები მაგთის, ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებმა და დაურეკეთ მათ ნომერზე 093332. და გუხარი აპლოდისმენტებით გავაცილოთ ეს არაჩვეულებრივი მამაშვილი. და გიორგი ეხლა ის დროა რომ ჩვენი თვით შეფასება დაგვივარდეს. ხო. ცოტა გაიჯგიმე. აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც ასე გადავიდეთ. ნიკა, რა ხდება მან? ვანიკო, რა ხდება და აი ჟან მარტელთან ჩემს კუნთებს ვამეტი იჭრებ და ვატრიპაჩებ ასევე მოსწონს ჟანს ჩემ. აჰა. How are you bro? I'm good. Happy to be back in Georgia. აჰა. მოკლედ ჟანი მზად არის იმისთვის რომ გამოვიდეს სცენაზე, საგიჟეთი გააკეთოს, იქ საოცრებები მოახდინოს და გითხარი ჟან. What are you going to do today, Simon? Yeah, today I will show to the people I'm a big guy, but I can do acrobatic like a small guy, but I will still show my strength lifting new object. აჰა, ესე იგი, ახალი ობიექტი მაქვს, ხო? ამას ვატრიალებ ჰაერშიო, მოკლედ და გამოვალ სცენაზე საოცრებებს გავაკეთებო. მე იქამდე კიდევ ერთი ამბავი მაქვს თქვენთვის, მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ საქვეყნო ცნობილია, რომ მე გახლავართ ზესტაფონიდან, ჟანი კი გახლავთ კვებექ-სიტიდან, ამიერიდან ზესტაფონი და კვებექ-სიტი არიან დაძმობილებული ქალაქები, მინდა გითხრათ და მთელი მისი გამოსვლის განმავლობაში მე ზესტაფონის სახელით სიმონ, ასევე კვებეკის სახელით აქედან გულშემატკივრობ ჟან ფრანსუას. ჟან ფრანსუა მოდის ის სცენისკენ, მისი ნომერია 0900-300-303. დაურეკეთ აუცილებლად ჟანს. ჟან ფრანსუა. ნახოთ ვიდეო. ჟან ფრანსუა. ჟან ფრანსუა. My work is to traveling a lot and to have the chance to come to do this competition and to be here the second time to see more and know more about the city of Tbilisi. My family, they're waiting. It's a big event, as much for me than for them in Canada. Hello, sister. How are you? Hi, how are you? I'm good. Now I'm eating khachapuri. See, what is that? It's like a pizza. But it's a Georgian pizza. It's, full of really nice cheese in it. And I can eat like 5-10 of it. It's bad for my waist. Yeah, this is for strong men food. You see my muscles keeping growing with this eating. If I will be back for the finale, it will be amazing. But already being here today, it's wonderful. Whatever, for us, you're the best, okay? Oh, thank you. We live on you. You're the best for our family. I will do my best. The jury will love it, and most of it, the people of Georgia. Jean-François Martelly.
არის საიდუმლო, ვანიკო. ნამდვილად ასეა, სწორედ ამ ადამიანმა აზი და ის უზარმაზარი ქვები იქ, ეს არის რეინკარნირებული ამწე ან თვით ხემიუნიო. აბა, ესე იგი, როგორ უნდა თქვა, ყველა ერთად Jean-François. ძალიან კარგი ჟიურის თხოვოთ შეფასება და იაქტხოვ. მე პირველი? რა თქმა უნდა. არა, მე კიდე მინდა გავაგრძელო. Jean-François! ძალიან მაგარია. Jean-François ქართულად ვილაპარაკებ, გადაუთარგმნით რომელიმე ხა გეწოდინებათ ინგლისური კაცა. რისთვის არის სკოლაში? ძალიან მაგარი კაცი ხარ. წინვალე შოუ დადგი და საოცრება არის, ძალიან ბევრი ხაჭაპური არ შეჭამო, ცოტა გასუქტები, იცოდე? Wonderful, great. She's getting crazy about you. Okay, good. და ძალიან მაგარი შოუა, რაზეა საუბარი, ნამდვილი პროფესიონალი, ნამდვილი გოლიათი, ნამდვილი საოცარი მამაკაცით გაშველ წინაშე. Bravo, Jean-François. Bravo. ნიკა, გისმენთ? მე ვფიქრობ, რომ ის რასაც Jean-François აკეთებს სცენაზე, ეს არ არის სპორტსმენის გამოსვლა მხოლოდ, თუმცა ეს ელემენტებიც არის, ეს არის ძალიან მაგარი სანახაობა, რომელიც ნებისმიერ შოუს დაამშვენებდა და მე ძალიან მიხარია, რომ ქართულ ნიჭიერში კანადიდან ჩამოსული Jean-François ესეთ ძალიან მაგარ სანახაობას გვთავაზობს უკვე მეორედ. That was great. ჭოლა, ისმენთ? მე ვერთები საერთო აქტუალებას არაჩვეულებრივია, ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, მე ველოდი უფრო ეფექტურ ფინალს, თქოს არ გეტყვით. რა, ლომებს ელოდებოდი? არა, ნუ არ გაერთიანდებოდა სამკუთხედი და ოთხკუთხედი ან რაღაცა მოხდებოდა უფრო ესეთი, მაგრამ ამ წუთას მაინც კარგია. დიდი მადლობა. ეს ფინალში იქნება პატივცემულო ჭოლა და ნანუკა. მე მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ მაშინ როდესაც წინა შოუზე მე ავედი სცენაზე, ეს არის ძალიან მძიმე. რაც მას ხელში უჭირავს. ძალიან ძიმეა გულწრფელად. ვანიკო მაციო. აბა ერთი ხელით აწიე? ერთი ხელით. ძალიან ძიმეა. გულწრფელად ძალიან ძიმე, მე მახსოვს მაშინ სცენაზე როდესაც ავედი და მე ამით მინდა მაყურებელს ავხსნა კიდე უფრო. Can you hold it by one hand? Yeah. Can you show us? ხახო ეხა შუბზე იტრიალებს ნიკო. შუბზე. საოცრება. დელი და გიორგი. დელი, ვანიკო. Bravo! მე მინდა მაყურებელს ავუხსნა უბრალოდ, რომ ეს არ არის მხოლოდ ესეთი ლამაზ შოუ, არის ძალიან რთული, რასაც აკეთებს ჩვენი სტუმარი და ამიტომ წარმატებებს უსურვებ მე. დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს მიმართავ, თუ გსურთ რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები იხილოთ ფილმში, მაშინ აუცილებლად მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ყველა ქსელის აბონენტებმა ნომერზე 093000303. და ქუხარი აპლოდისმენტებით გავახიოთ Jean-François მარტელი, მეგობრებო. Bravo! თქვენ კი მეგობრებო, არცადარც ახვიდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი წინ არის, უпростоროდ ყველაზე მთავარია წინ, ჩვენ წინ გველოდება არაჩვეულებრივი ჩართვა მუშტაედის ბაღიდან, სადაც უკრაინელი გოლიათი ივან მაკაროვი შეესწრება ეშმაკის ბორბლის დატრიალებას. ამ პროცესს დაესწრება დიმა ობოლაძე და კომენტარს გაუკეთებს. დიმა, გისმენთ, როგორ ხართ, რა ხდება მან? ძალიან კარგად მიდის. დემონდელი ნიჭიერის პირველი პირდაპირ ეთერი, რაც მინდა უკვე წინას არ მოგილოცოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ყურებადია და ძალიან ესეთი ემოციურია ეს ყველაფერი. მე მინდა წინა გამოსვლასაც გამოვეხმაურო, Jean-François საოცრებები გააკეთა და ერთ-ერთი უძლიერესი მამაკაცია ალბათ, მაგრამ მეც ჩემს სტუმართან ერთად ვიქნები სულ ცოტა ხანში თქვენთან ერთად. უკრაინელი გოლიათი, როგორც ვანიკომ თქვა, ივანე მაკაროვი, რომელიც მუშტაეთის ბაღში მდებარე ეშმაკის ბორბალს სრულიად მარტო შიშველი ხელებით დახმარების გარეშე დაატრიალებს. ბორბლის წონა გახლავთ 56 ტონა. გავიაზროთ? გავიაზრეთ. 28 მეტრი გახლავთ სიმაღლე ბორბლის. ასე რომ ჩვენ სულ ცოტა ხანში დაბრუნდებით და თან Jean-François-ზე არ იყოს აი ამ ყინვაში ივანე, ჩემი მეგობარი. წელზემო შიშველი გახლავთ. ეს კიდევ ზედმეტ ექსტრემს მატებს, რა თქმა უნდა, ამ ნომერს. საკმაოდ რთულად შესაძლებელია და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და იგი
შეასრულებს თავის ამოცანას. ჩვენც იმედი გვაქვს, თუმცა არ გჯერა. დიდი მადლობა დიმას და მე კიდევ ერთი რამ მინდა გითხრა, ჩვენ გვაქვს My Videos ინტერნეტ ოთახი, სადაც თქვენ რეკლამის მსვლელობის განმავლობაში შეგიძლიათ თავისუფლად შემოხვიდეთ და ნახოთ პირდაპირ რეჟიმში გასული და მომავალი კონკურსანტები. რაც ძალიან ადვილია, უბრალოდ უნდა შეხვიდეთ ჩვენ Facebook გვერდზე და შესაბამისი ლინკი აირჩიოთ. ჩვენ რეკლამის შემდეგ ძალიან მალე დავბრუნდებით, არ გადართოთ. ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და პირველი ნახევარფინალური შოუ გრძელდება. მე შეგახსენებ ჩვენი წარმდგენია არაი, რომელიც LG-ს ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, ხოლო ჩვენი გენერალური სპონსორია Liberty Bank-ის სადეპოზიტო სერტიფიკატი. მაღალი 18%-მდე სარგებელი ლარში. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს ჩვენი მაყურებელი აირჩევს, ხოლო მეორეს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჩვენი ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ მონაწილეს დაასახელებს ჩვენი პარტნიორი LG, რომელსაც ექნება შანსი რომ მოხვდეს ფინალში. ეს წესები ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის და მე დარწმუნებული ვარ, ისინი რეკამენ ახლა თავისი ფავორიტის ნომრებზე. სულ 8 ფინალისტი, ნახევარფინალისტი არის დღეს. სულ 8 ნახევარფინალისტია და როგორც მივხვდით, ნახევარფინალში ადგილები შემცირდა. ანუ შესაბამისად მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ მოხვედრილიყვნენ ამ 40 კონკურსანტ შორის. ჩვენ მალევე უნდა გადავიდეთ მთავარ ნაწილზე, თუმცა მანამდე მინდა გადავიდეთ მუშტაედის ბაღში, სადაც გოლიათი ემზადება. დიმა, გისმენ? დიახ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, ჟიურის, თქვენს, დარბაზს, რა თქმა უნდა. და ჩემს გვერდით არის ახლა უკრაინელი გოლიათი, ადამიანი, რომელიც არ სვავს, არ ეწევა, რკინებს, ღუნავს, აჭედებს, ლურსნებს და დღეს კიდევ ერთ საოცრებას შემოგთავაზებთ. ივანე მაკაროვი, ჩვენი გოლიათი უკრაინიდან, რომელიც ეშმაკის ბორბალს, რომელიც წონაც გახლავთ 56 ტონა და სიმაღლე 28 მეტრი, დაატრიალებს შიშველი ხელებით. ხედავთ, იგი ჩემს გვერდით იმყოფება. ძალიან მობილიზებულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს გამოვა. თუმცა ეხლა კი იღიმება, მაგრამ აცნობიერებს იმ რისკს, რომელზეც მიდის, იმიტომ რომ ძალიან რთულია იმის გაკეთება, მით უმეტეს აი ამ ტემპერატურაზე ღია ცის ქვეშ. სულ რაღაც ერთი ნომრის შემდეგ ჩვენ დაგიბრუნდებით. ივანე, მზად ხარ? რატო? მზად არის? დაგველოდეთ ერთი ნომრის შემდეგ. ჩვენ სულ მოუთმელად ველოდებით ამ ნომერს. დიდი მადლობა დიმა და გიორგი. თუ გასო შენ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნომერი პირველ კასტინგზე. კი, თემო და კეთი, არაჩვეულებრივი წყვილი და მე მგონი სწორედ ეგენი ემზადებიან ახლა ნიკასთან. ნიკა მართალია, ნიკა? არ ემზადებიან, მზად არიან ისინი, მინდა გითხრათ, ჩემთან არის ულამაზესი კეთი და სიმპათიური თემო, რომლებიც მზად არიან, გამოვიდნენ სცენაზე და ულამაზესი ნომერი შეასრულონ, თუმცა იქამდე მეც უნდა გითხრათ კომპლიმენტი, რომ რა ნომერიც ვნახეთ, პირველი ნომერი თქვენი ეს იყო მართლაც შთამბეჭდავი და ძალიან მაგარი. მოკლედ მე ვაცილებ თემოს და კეთის სცენაზე, ნახოთ ვიდეოს შემდეგ კი დაპირებული ძალიან ლამაზი ნომერი. მე აბსოლუტურად შეგნებულად არ გაფასებ თქვენ ისე რომ რაღაცას ანგარიში გაუწიო. არა. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის ცეკვა. მე ვცხოვრობ ახმეტელზე. მიწევს ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილება.
მე დამოუკიდებლად შემიძლია ქეთისთან მივიდე სტუდიაში. მე ძალიან მიხარია, რომ თუ ვინმეს ჩემი ცეკვით და აი ამ პროექტით მე სტიმული მივეცი ცხოვრების, რომ ცხოვრება მშვენიერი არ გრძელდება და არ სრულდება რაღაც ერთ წერტილზე. მე ამით ბედნიერი ვარ. და ამით მამაყობ კიდევაც. თემო და ქეთი! ოჩახ, ბრავო ამ არაჩვეულებრივ წყილს, გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ. ჟიურის ფეხზეა, მაყურებელის ფეხზეა. ჟიურის ფეხში აფასო ნიკაკ, ხო? მე არ შემიძლია არ დავიწყო, არ გამოვეხმაურო იმას, რაც ჩვენ ვიხილეთ, ვიდრე ნომერს ვნახავდით ვიდეოს თემოს მონაწილეობით. მეგობრებო, ეს არის ჩვენი ყველა სირცხვილი. იმიტომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქუჩები არის მტრულად განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს. ეს ადამიანები არიან ჩვენსნაირები და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ოდნავ უარესად შეუძლიათ გადაადგილება, ისინი არ უნდა რჩებოდნენ პროცესებს მიღმა. შეხედეთ თემოს, მე ასე არ შემიძლია, არც ამის მეათედი არ შემიძლია. და ზუსტადაც
არ უნდა დავცინოთ მთავრობას იმისთვის, რომ ის ხსნის პანდუსებს, იმიტომ რომ ეს ძალიან მაგარი და სწორი საქმეა. ვაკრიტიკოთ სხვა რამეში, რაშიც საკრიტიკებელი ბევრია, მაგრამ პანდუსების გახსნა არის ძალიან მაგარი. აუცილებლად. ნამდვილად, გეთანხმებით? და მგონია, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების გამოწვევა, რომელსაც ჩვენ თუ არ ვუპასუხებთ ადეკვატურად, ჩვენ მუდმივად დამარცხებულები ვიქნებით. ამ ადამიანებთან კი არა, ჩვენს საკუთარ თავთან ვიქნებით დამარცხებულები. თემო, მე მინდა გითხრა, რომ შენ არა მხოლოდ ძალიან არტისტული ადამიანი ხარ და ხარ უდავოდ ძალიან არტისტული ადამიანი, წარმოუდგენლად მაგარი ბიჭი. შენ ხარ ნებისყოფის, ნიჭიერების და აი ცხოვრებისეული, როგორ გითხრა, სიხალისის გამოხატულება, ეტალონი. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ. და კეთი, მე არ მინდა რომ შენ დამრჩე ამ ყველაფრის მიღმა. შენი გამბედაობა, შენი სიყვარული ამ ადამიანის მიმართ და იმ ადამიანის მიმართ, რასაც შენ აკეთებ, არის დასაფასებელი და სამაგალითო. კეთი არის ჩვენი მაგალითი. ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც იქცევა ის. ჩვენ უნდა ვიყოთ და ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა თანაბარ და ზოგჯერ ჩვენზე ბევრად უფრო ნიჭიერ ადამიანებთან. ყველა მიმართულებით. მე გულწრფელად გეტყვით, მე დაგიმესიჯებთ, უფრო სწორედ დაგირეკავთ თქვენ, იმიტომ რომ მე მგონია რომ თქვენ იმსახურებთ ნიჭიერის ფინალში ყოფნას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და ბატონო ჭოლა. ხო. რა ვიცი, სიტყვები არ ამყოფნის. ძალიან კარგები ხართ. არაჩვეულებრივ რა ვნახეთ. გარდა იმისა, რომ ეს იყო ძალიან კარგად და ნიჭიერად დადგმული ქორეოგრაფიულადაც. ძალიან კარგად ვერ წარმომედგინე ეს საინტერესო თუ შეიძლება გაკეთება. ამის მიღმა იყო თქვენი ნამდვილი გზნობები. რაც ძალიან იშვიათია ქორეოგრაფიაში, რომ ამბავი მოყვე გარდა მოძრაობებისა და მოქმედებისა. რაღაც მომენტში ცით თავდება შოუ ამ სიტყვის ყველაზე ისეთი უტილიტარული გაგებით და იწყება წავედით რაღაც სანახაობრიდან, ტყუილიდან და უცებ აღმოჩნდა რაღაც მართალ ისტორიაში, რომელიც ძალიან ამაღლებელია. სად ამ ისტორიაში მონაწილეობდა ერთი ძალიან ძლიერი მამაკაცი, ძალიან გაბედული კაცი და არაჩვეულებრივი მადლოსანი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჭოლას. ია გისმენთ? კეთი, უღმესი მადლობა შენ, ჩემო უმშვენიერესო ქალბატონო და თემო. რომ იცოდე რამ ხელას სტიმულს გვაძლევ ჩვენ შენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მართლა ვამაყობთ შენით. შენ ხარ საოცარი პიროვნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ აუცილებლად გადახვალ ფინალში და შენ აუცილებლად გაიმარჯვებ. და ნამდვილად ხო. თემო, ჩემო საყვარელო. მე ზუსტად ვიცოდი, რომ შენ ამას შეძლებდი და დარწმუნებული ვიყავი. პირველ ტურში, როდესაც შენ ძალიან ღელავდი, რომ შენ ამას მოახერხებდი და სად იპოვე ასეთი შენაირი, ბედნიერი, ხალასი კეთი და მე აუცილებლად ნამდვილად ძალიან მაგარი გოგო, რომელსაც უხარია, რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს. მე იგივეს გავიმეორებ, მე დაგირეკავ შენ, აუცილებლად დაგირეკავ, იმიტომ რომ ის რთული გზა, რომელიც შენ გამოიარე, 100-ჯერ უფრო მეტად დასაფასებელია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ გადიოდი დღეში რამდენჯერმე, რომ მიგეღწი ამ შედეგისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ეტლის გარეშეც კი არ აკეთებს ამას. და შენ ზოგი არ. და შენ არ ნებდები, ამიტომ ხარ ძალიან მაგარი ბიჭი. და მე ვარ იმ საზოგადოების ნაწილი, რომელსაც მე მრცხვენია პირადად, იმ გზის გამო, რომელსაც შენ გადიხარ ყოველ დღე. გულშემატკივრობ, ძალიან გულშემატკივრობ. დიდი მადლობა ჟიურის და მე მაყურებელს მიმართავ მიბაძეთ ჟიურის წევრებს და აუცილებლად დაურეკეთ ამ ძალიან მაგარ წყვილს ნომერზე 093330304. და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ ეს არაჩვეულებრივი წყვილი. თემო და კეთი. ვანიგო, ეხლა დროა, გადავიდანცვლოთ მუშტაელში და ისევ მეორეჯერ უკვე დღეს დაგვივარდეს თვით შეფასება გიორგის ყვარამი არ უნდა თვით შეფასებაზე ვლაპარაკობ. დიმა, როგორ ხართ? რა ხდება მან? დაბამზად ხარ? მე განვიცადე უკვე თქვენ რას ვით.
და მინდა წინა ნომრის შტაბ-შეშლილების ქვეშ ვართ ყველანი. ძალიან ძიმე არჩევანი გაკეთება მოუწევს ჩვენს მაყურებელს დღეს და მე მინდა რომ ჩვენ გვინდა რომ კიდევ უფრო გაურთულოთ ეს არჩევანი. მუშტაეთში ვიმყოფებით ეშმაკის ბორბლის ქვემოთ დგევართ მე და ჩვენი სტუმარი უკრაინელი გოლიათი ივანე მაკაროვი, რომელიც პირველად დღეს შიშველი ხელებით შეეცდება დაატრიალოს ეს ბორბალი, რომლის ტონა გახლავთ 56 ტონა და სიმაღლე 28 მეტრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იქნება. ვიდრე ივანე ემზადება უკვე საოცარი ნომრისთვის, მოდი ეს ნომერიც რთულია ამას უწოდო, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია. თან ხედავთ რა ტემპერატურა გვაქვს. ეს კიდევ უფრო ართულებს, იგი წელზემოთ შიშველია, ხას უსვავს მის ათლეტურ გარეგნობას. ნახოთ ვიდეო, ამასობაში კი ივანე მოემზადება აი ამ ნომრისთვის. Иван, вы настоящий талант просто. Спасибо. Я Макаров Иван, приехал с Украины. На данный момент сейчас там моя семья живет, там идет война, очень тяжелое положение там. Им сейчас очень тяжело, и мне очень сложно в том плане, что не могу им ничем помочь. На данный момент я живу в городе Батуми. Участие в этом проекте один из шагов, чтобы обосноваться здесь, ну и остаться жить, так как мне здесь нравится. Много друзей появилось. И в дальнейшем планирую привезти сюда семью свою. И жить здесь вместе с ними. Все вместе большой дружной семьей. მაშასე ჩვენ კლავ პირდაპირ ეთერში ვართ 093330305 ეს არის ივან მაკაროვის ნომერი 3-2 წავიდა ძალიან რთულია ამის გაკეთება დაიძრა ბორბალი რომლის ტონა 56 ტონა გახლავთ პირველი კალათა დაძრულია ნახოთ როგორ გააგრძელებს ივანი ამ ყველაფერს არ ვიცი მან რა ხდება, მაგრამ აქ ჩვენ ძალიან დიდი ემოციებით ვადვენებთ თვალყურს იმას, რაც ხდება. მეორე კალათა ფეხით უცურავს ოდნავ ივანს. ეს იცივეს ტემპერატურას, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის. მესამე კალათთან მივიდა უკვე. ჩვენი უკრაინელი გოლიათი ცოტა უჭირს მას. მოძრაობს ბორბალი, რომლის ტონა არის 56 ტონა, სიმაღლე 28 მეტრი. პირველად ხდება ეს ნიჭიერში. გაჩერდა ბორბალი, თავიდან უწევს ივანს ეხლა დაძრა აი ამ საოცარი მასის. მე მჯერა რომ დარბაზი გულშემატკივრობს ჩვენ სტუმარს. მაგრამ მიდის, ტრიალებს ბორბალი და მეხუთე კალათაც როცა გაუჩინარდება ჩვენ ჩავთვლით რომ ნომერი დასრულებულია, მაგრამ მე თუ მკითხავთ ნომერი შედგა. ცოტაც და მეხუთე კალათიც უჩინარდება, ნომერი შედგა. ივან ნომერი შედგა, საოცარი მასა, საოცარი წონა დაძრა ამ ადამიანმა. ადამიანის უტეხი სულის კიდევ ერთი დადასტურება. ივანი არ ჩერდება. არესთვის დარგონის აპლოდისმენტები, რომელიც არის მე დარწმუნებული ვარ. აი ადამიანი გოლიათი, ნამდვილი მებრძოლი, რომელსაც ეს გააკეთა. და დაიმსახურა აპლოდისმენტები.
305 გახლავთ მისი ნომერი. რა ვიცი, აქ ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი და მანდ რა ხდებოდა თუ გვეტყვით კარგი. ვაიმე! რას ლაპარაკო? ვანიკო, მე მივხვდი რომ ჩვენ ორნი არაფერს არ წარმოვადგენთ. ორი უსუსური არსებობა და მაქსიმუმ, აი. რა ვქნათ? აბა ჟიურის შეფასება ვთხოვოთ. ბატონო ჭოლა, გისმენთ? რას ფიქრობ იცი? სიზე უნდა ყავდეს ასეთი კაცი. ესე გაწყენებს ვინმე შეაგდებს ბორბალზე დაატრიალებს დატოვებს მაღლა. თებსაც გადადგამს გოგოს გამო. თებსაც გადადგამს. თავარია შენ არ აწყენიო. ხო, ესეც არის. შენიანი უნდა იყოს, შენიანი უნდა იყოს. მე არაჩვეულებრივი ამბავი. გვარი აქვს ფიშტალეტებით და მაგარა. დაუჯერებელი ამბავია. ძიმა უბოლაძე რო არ ყოფილიყო იქა, ვიფიქრებდი რომ ვინმე კალაშნიკოვის ის გვერდზე და აჭერს რაღაცა კნოპკას. მაგრამ დიმას იმჯერა ბრმად. დიდი მადლობა. და იარას გვეტყვის ია. ეს გოლიათი, რომელიც ჩვენი უსაყვარლესი უკრაინიდან ჩამოვიდა, ჯერ ესეთი უნდა დარჩეს საქართველოში აუცილებლად სანამ იქ ამბები იქნება და ეს ამ გოლიათმა ხალხო ძალიან სიმბოლური რაღაცა გააკეთა. ეშმაკის ბორბალი დაატრიალა. შიშველი ხელები. შიშველი ხელები და დაიყოს ეშმაკის დამარცხების სიმბოლო. აგიღო. იყოს. დიდი მადლობა, ეს ნანუკა გისმენთ? მე იას ერთ რამეში ვერ დავეთანხმები, მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა თავის გასაკეთებელი ივანმა გააკეთა საქართველოში და ეხლა უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. არა, მინდა უთქვა. თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს, იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ის ქვეყანას უფრო ჭირდება ეხლა ესეთი ძლიერი ადამიანები. მე მოვიკითხა უკრაინას, ჩემს საყვარელ უკრაინას. და დარწმუნებული ვარ, მას ძალიან ბევრი გულშემატკივრობს აი აქ ამ დარბაზში და ქვეყანაში. და რა უნდა ვთქვა ეხლა, ხო არის რაღაც, როდესაც შეფასებები ზედმეტია. კი ბატონო. დაბრუნდეს ეხლა უკრაინაში. დიდი მადლობა ნანუკას, ნიკა გისმენთ. რახოთ, თვითონ მე ვეთანხმები ჩემს მეგობრებს ჟიურიდან რომ ეს ყველაფერი იმდენად მარტივად ჩანდა რომ პირადად მე ეჭვი შემეპარა რამდენად რეალისტურია და რამდენად რთულია ეს საერთოდ ძიმა მე მინდა შენ გთხოვო რომ ცადო მსგავსი რამის გაკეთება დიდი ძიმა სერიოზულად გეუბნები ეხა გიორგის და ვანიკოს ეს არ უკვირთ იმიტომ რომ ხშირად უწევთ ამის გაკეთება მე მინდა შენ ცადო და გვაჩვენო რამდენად რთულია ან მარტივია ეს ყველაფერი ის გაკეთება უწევთ გიორგის და ვანიკოს ნუ ამის გაკეთება ნუ და კონკრეტდები ეშმაკის ბორბალი არ დაუძრავთ მაგრამ აი ნახოთ შენ რას იზავს გამოიწიოს სტუმარი აქეთ რომ დავინახოთ აუ მიდი დიმა მარცხი არ მოგივიდეს მარცხი მე მინდა ოპერატორმა უბრალოდ გაჩვენოს წვილი კადრი ბორბლის თვითონ თუ შეიძლება ძიმა დაატრიალა ეხა ვერ ვიტყვი რომ ძალიან სუსტი ვარ ფიზიკურად მაგრამ ამ ადამიანთან შედარებით რაც ვანიკომ და გიორგიმ არაერთხელ თქვენს და მე აღარ გავიმეორებ თვით შეფასების დადაბლების საშროვის წინაშე ვდგევარ. არა, ძიმა, შენი თვით შეფასება ჯეთ იმიტომ არ უნდა დაეცეს, რომ ყველაზე მაგარი ეკრანული სახე ხარ საქართველოში. სამუდამოდ ეგრე იქნება, მაგრამ რაც ამ ბიჭმა გააკეთა, რა თქმა უნდა, არის ძალიან შთამბეჭდავი. შენ სწორად თქვი, ძიმა, რომ ეს პირველად მოხდა ნიჭიერში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პირველად არ მოხდა მსოფლიოში. ამიტომ მგონია, რომ ძალიან მაგარი ნომერი იყო და მაყურებელს მოუწოდებ, რომ აუცილებლად ჩვენს უკრაინელ მეგობარს, რომელიც აპირებს, რომ ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრი იყოს, დაურეკეთ და მიეცით შანსი, რომ გადავიდეს ფინალში. დიდი მადლობა. ანუკა, ხო გაიგე რაშია საქმე? ივან! 0-900-305 გახლავთ ივანის ნომერი. დაუჭირეთ ხარი ამ ძალიან მაგარ ადამიანს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მის ნომერს 0-900-305 და ვემშვიდობებით დიმას და ივანს და გიორგი. ვაიმე! რა მოხდა? ვაიმე! რა მოხდა? ჩვენი გოგოების დრო მოვიდა, რა მოხდა? რას მელაპარაკები? ვაიმე, ეხლა ყველაზე ძალიან მინდა ვიყო LG-ს ოთახში, ყველაზე ძალიან. არა, გიორგი ის ბოგანო დაბოგანობს იმ ოთახში. ნიკა დაიწყე პატარა იქეთ გოგოებთან მაქსა. აი როგორ დავბოგანო, ფანიკო როგორ. ძებუშკი ვიმცხე თუ ისონი ვიძილი, ხინკალნი კუშელი. ლობიო, ქოთანი, აწიწმადი, ხაბანჭური. ბატკანი. გესმის, ვანიკო. ყველაფერი ჭამეს, ცხეთაც ნახეს და იყავით ახლა თქვენთვის. მე იქამდე ნომერს ვკითხავს, გაჟიწნა მოშ ნომერ. 0903 300 306.
გასაგებია ეს ნომერი არის იმისთვის რომ დაურეკოთ ამ გოგონებს თუ გსურთ მათი ველური სილამაზე ფინალშიც ნახოთ 093-300-303 და არა იმისთვის რომ 306 უკაცრავად 099-300-306 და ეს ნომერი არ არის იმისთვის რომ ანიკო იქ დარეკოთ და მოიკითხოთ კაგზილა დარაგაია что вечером делайте დარეკეთ თუ გსურთ მათი ნახვა ფინალში მოდიან ისინი სცენისკენ იქამდე კი ვნახოთ ვიდეო ხო Я буду голосовать за вас с одним условием. Если вы не видите замуж Грузию. Потому что я этого не перенесу. А что вы будете нам предлагать в следующем туре, если вы будете в Что-нибудь следующем более туре? экстремальное. В следующем У нас есть туре. еще гвозди. У вас еще есть гвозди? Когда я сказала, что у нас есть номер гвозди, мы его придумали после. И мы выполнили свои обещания, у нас будет номер гвозди. Я думаю, что больше эти трюки не делает никто. По крайней мере, мы не видели. Съездили в замечательный город Сета, смотрели места достопримечательности. Естественно, попробовали кухню местную. Хинкали. Нам Конечно, очень понравились понравились хинкали. хинкали, да, вкусные Здесь у вас очень. вообще другая кухня, не такая, как у нас. И как же без вина? Wild Girl!
რატო აფუჭებთ ამ არაჩვეულებრივ სხეულებს? რას ერჩით? რატო ხობდაო? ან ჩვენ რას გვერჩით? ან საკუთარ თავს რას ერჩით? იქიდან ეს ყველაფერი როგორი მტკივნეულია, ისი გაგვიშკდა გულები. გიორგი, მეც გამისკდა გული და აი ასე გამისკდა გული, აი როგორც ეს აი ასე დღეში ვარ. მე მეტყოლების უნარი არ მაქვს და ჟიურის მხოლოდ შეფასება ნიკა გისმენთ. არა, მე არ გეთანხმებით, რომ ეს გვერდიდან მტკივნეულია, პირიქით, მგონია რომ ისე ლამაზად და მარტივად ხდება ეს ყველაფერი, რომ ერთადერთი შთაბეჭდება, რაც რჩება, რომ ეს ძალიან ეროტიულია. მტკივნეულია არა. მე მგონია, რომ ეს არის ხელოვნება, ეს არის მაღალი ხელოვნება ჩემი აზრით და ეს არის სავსე ექსტრემალურობით, ეროტიზმით, ხელოვნებისთვის დასაშვები ეროტიზმით და მგონია, რომ არის ძალიან ლამაზი და საინტერესო ნომერი. და მინდა ქართულ მაყურებელს ვთხოვო, ნიჭიერში დასაშვებია სტუმრები უცხოეთიდან და აუცილებლად ნუ გამოხვალთ მხოლოდ იქიდან, რომ ესენი არ არიან საქართველოს მოქალაქეები და აქ არ ცხოვრობენ. თუ თქვენ ეს ნომერი სხვებზე უფრო მოგწონთ, ამ ადამიანებს უნდა დაურეკოთ სწორედ. ნომერი იყო არაჩვეულებრივი და მგონია, რომ ძალიან უნდა გაუჭირდეს დღევანდელი კონცერტის შემხედვარეს ქართულ მაყურებელს აირჩიოს ის თუ ვინ გადავა ფინალში. არაჩვეულებრივი ნომრებია ნამდვილად. ბატონო ჭოლა გთხოვთ. ისმენთ? მეც მოუწოდებ ყველა კეთილინების მამაკაცს სასტრაფოდ აიღოს ტელეფონი და თუ სისხლის მაგივრად მთხრლი არა აქვს ზარღვებში დაურეკოს ამ არაჩვეულებრივ მანდილოსთან. კი, ნამდვილად. მე პირადად ტელეფონი არ მაქვს, გავალ ახლა ვიყიდი და გავსწრები თქვენთან ერთად. დიდი მადლობა და ია გისმენთ შეაფასებდეს არაჩვეულებრივ. აი რაღაც შეიძლება დავამატო, ძალიან ეროტიული, ძალიან სექსუალური სანახაობა იყო. მე არ ვიცი მამაკაცებს რა დაემარდათ, მაგრამ მე ქალი ვარ და იქიდან როგორ ჩანდა ისი იქიდან? ავღელდი, ქალი ავღელდი ამ სანახაობით, იმიტომ რომ ეს ლურსმნები ძალიან საშიში იყო. მაგარი გოგოები არიან და ქმრები ყავთ? კითხეთ, კაცო, კითხეთ. რა ვკითხოთ? ქმრები ყავ, არ მისმე? у вас есть мужья? და მით უმეტეს, მაშინ დაურეკეთ ამ არა, კარგი ეს. პატრონები ყოლიათ, ანუ რა, პატრონს ყოლიან პატრონები დაბარებული და აკეთებენ, რასაც აკეთებენ. მე რომ ამათი პატრონები იყო, ესე მარტივად გამოუშვებდი, გოგო? ეკაე გრუზინებზე არ არის გათვლილი ეგ. ნანუკა გისმენთ თუ შეიძლება. ვერაფერს ვერ დავამატებ, გამორიცხულია ყველაფერი თქვა, ერთადერთი მე ქალებს ვთხოვ, რომ ნუ ვიქნებით შურიანები, რაღაცნაირები, ვაღიაროთ რომ მოგვეწონა რაც ვნახეთ. იყო ძალიან კარგი სანახავი. მანდილოსტების აპლოდისმენტები მინდა ვნახო. და ასევე მინდა მანდილოსტება იაქტიურონ ტელეეკრანებთან და დაუმესიჯონ ჩვენ სტუმრებს. დაურეკეთ უკაცრავად, მაპატიეთ, იმიტომ რომ წარმომიდგენია შემდეგ ტურში რას გვანახებენ. მეც ვერ წარმომიდგენია. ძალიან ხომ გვანახონ ეს. ქმრები ეჭვიანები ყავთ? როგორი ქმრები ყავთ? კითხე. ეჭვიანები რო ყოფილიყავენ, ეხლა არ გამოუშვებდნენ მარტო. არ გამოსხულია. მოგითხრა თქვენს ქმრებს. კარგი, დიდი მადლობა ჟიურის მეკი მაყურებელს მივმართავ. თუ გსურთ რომ ეს ველური გოგონები იხილოთ ფინალში და ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვისკდეს გული და გაგვისკდეს გიორგი ყურე. გაგვისკდეს გულები. დაურეკეთ ნომერზე 0-9-3-3-3-6. И девушки, в следующий раз, когда приедете, я вас отвезу в Сихнахи, город любви, дорогие мои. Я вас буду любить день и ночь. დედა რა იყო ეს გიორგი? აშკარად მე და ყიფშოს სულის მოთმა გჭირდება, თქვენ კი არსად არ გადართოთ, შემოდით მაი ვიდეოს ინტერნეტ ოთახში და ნახეთ რა ხდება იქ პირდაპირ ეთერში, თქვენ ძალიან მალე დავრუნდებით რეკლამის შემდეგ. წავედით გიორგი. ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და პირველი ნახევარფინალური შოუ გრძელდება. მე შეგახსენებ ჩვენი წარმდგენია არაი, რომელიც LG-ს ოფიციალური პარტნიორია საქართველოს, ხოლო ჩვენი გენერალური სპონსორია Liberty Bank-ის სადეპოზიტო სერტიფიკატი მაღალი 18%-მდე სარგებელი ლარში. როგორც უკვე გითხარით, 8 ნახევარფინალისტიდან 2 ფინალისტი გვეყოლება. ერთს აირჩევს მაყურებელი თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს. ამიტომ იაქტიურეთ და დაურეკეთ თქვენს რჩეულებს, რათა გარანტირებულად მოხვდნენ ფინალში. და გადავინაცვლოთ ნიკასთან LG-ს ოთახში. ნიკა, რა ხდება მანდ?
ვანიკო, ხდება ის, რომ ჩემს გვერდით არის ახლა ყველაზე ჯიგარი კაცი, აი კაცური კაცი, ჩემი ძმა, აი ყველა ორ დიპლომიანს რომ მირჩევნია ერთად. გევორგ პეტროსიანია ახლა ჩემთან ერთად სხვადასხვა მანქანაში მიზის. დღეს გევორგ მე ვარ შენი მძღოლი, როგორც იცი ჩემო ძმაო. მაპატი მე ვერ გიმღერებ. მაგრამ შემიძლია შენი ნომერი გამოგაცხადებინო. 0-903-307. ეს არის ნომერი, რომელზეც აუცილებლად უნდა დაურეკოთ გევორგს, რომ მისი საოცარი ხმა ასევე ფინალშიც მოისმინოთ. გევორგ, კიდე ერთი კითხვა მაქვს. თუ გინდა ლარიც დაამატე და სცენაზე შეგიყვან, ბარე. მე თანახმოვარ. კარგი. მოკლედ 0-903-307 ეს არის ის ნომერი, რომელზეც უნდა დაურეკოთ გევორგ პეტროსიანს, თუ გსურთ მისი ნახვა ფინალში. ის მოდის სცენისკენ, ჩვენ კი უნდა ვნახოთ აუცილებლად ვიდეო. ნამდვილი განძიგა ხმის ნაცვლად, შენ ტაქსი თუ უმღერი შენს კლიენტებს, მე მარტო შენი ტაქსით ურჩევდი, რომ თბილისში იარონ. ჩემი გამოსვლა ამ პროექტში იყო იმ მიზნით განპირობებული, რომ სამით დავივიწყე რომ ტაქსის ზღოლით და გავიხსენებარ მომღერალი. ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები მომაგნეს შემხნენ. როგორახა თქვენ ბიჭებო? არის მუშაობა რა მე. ბიჭო, სულ კლიენტები მეკითხებია თუ ის და როგორ არ ვისაუბრა ჩვენი ძმა მეგობა. და ერე ტარიფი რამე არ არის მაღალი? ჩემი გამოსვლა იყო გამარჯვება, მე დავტყვი ამ შეგრძნებით. გრძნობ რომ მზად ვარ რომ ვეზიარო ამ ლამას მუსიკას, რასაც ქვია კლასიკური მუსიკა. გევორგ პეტროსიანი Granada, tierra soñada por mí, mi cantora se cuela gitana por mí es para ti, mi cantar hecho de fantasía, mi cantar es flor de melancolía, te ya que vengo a Sueño revelo chitarra perdo le flores y questo vuoto alegriana possa cantare quella bella amores Granada ma no la cantare coplas preciosas Yo tengo otra cosa que la llamo el poderosas de flores regaña que viene la marina a la Virgen Granada a tu tierra española Tarinas mujeres en grandes
Granada, a Cotiera, España, Tarinas, mujeres, a Granada. სარბიდი ხარ მოდია. ჟიურის ფეხზეა დარბაზის ფეხზეა გილოცავ გევორგ და სანამ ჟიურისთან გადავიდოდე მე აუცილებლად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს და დირიჟორს რევაზ ჯავახიშვილს. ახლა კი ჟიურის აზრი გავიგოთ აუცილებლად და ბატონო ჭოლა გთხოვთ გითხარით აზრი. ბრავო. თქვენ ბატონო გეორგ, გენაც ვარ, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ. არაჩვეულებრივი, მომხიბლავი, მუსიკალური, ნიჭიერი. მე მინდა აი ჯერ ერთი გარდა იმ ვიდეოს ყველა სადაც ტაქსში ჩავჯექი, ყველამ თქვენი ამბავი მომიყვა. ყველა ცდილობს რომ დაიბრალოს რომ გიცნობს. ყველა ცდილობს დღეს დილასაც ველაპარაკ არაჩვეულებრივ ადამიანს. ვინც მითხარ რომ სანამ გეორგა აქ არის,ავლაბარი სუნთქავსო. აი ეს არის განმნიშვნელოვანი ამბავი. ახალგაზრდა არა? ეს ორი ახალგაზრდა ნიფშოთ? ნიფშოთ? ასე ხალხში კარგად დიდი მადლობა ბატონ ჭოლას. ნიკა გისმენთ. მეგობრებო, საქართველოს მოსახლეობაო. თქვენს გასაგონად მინდა ვთქვა. გეორგ პეტროსიანი არის ტაქსისტი, რაც დასაფასებელია და ძალიან მაგარი შრომაა, მაგრამ რას მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება. ამ ადამიანს არასდროს მუსიკალური განათლება არ მიუღია. მისი ხმა არავის კონსერვატორიაში გაქვს ნასწავლი? არა, 12 წლიანი პაუზა არა, ერთი წამი. სადა გაქვს ნასწავლი, მითხარი? სად? ხო. კონსერვატორიაში. შენ რომ ნანუკა შოუს უყურებდე, გეცოდინებოდა. ჩემს გადაცემას ბატონო. ჩაგეთვალა. მე მაპატია. რა გაქვს? ვოკალს სწავლობდი, მაგრამ ფაქტიურად უხმოდ წამოვედი კონსერვატორიაში. უხმოდ რატო წამოხვედი? გაგი ბუჭე ეს ხმა? კიდევ უარესი ამ კაცს უსწავლია ცუდ ხალხთან და იმას ხმა გაუხუჭებიათ. მე ძალიან მარტივად მინდა გითხრათ. ეს ადამიანი არის სუპერ ნიჭიერი კაცი. არა მხოლოდ მღერის, არამედ არის ქარიზმატული, არტისტული, რაც თავარია გონიერი. Yes. და ეს ეთყობა ყველაფერში. Yes. და მინდა გთხოვოთ. თუ კიდევ შეგვრჩენია გემოვნება და სინდისი, დაუჭიროთ გეორგ პეტროსიანს მხარი. სწორია, სწორი მეგობრებო. აქ ადგილი. ია, თან გისმენთ. გეორგ, ჩემო ძვირფასო, აი რო გისმენდი, ასე მეგონა ჰოლივუდის 50-იანი წლების ფილმს უყურებდი და იქ მარიო ლანცა მღეროდა. შენს ნაცვლად, შენ გაგ მარიო ლანცას ტიპის ხმა და გრანადა ეს ხომ ცნობილი სიმღერაა, მეგობრებო, ეს ძალიან ცნობილი სიმღერა 32 წელს დაიწერა და იქ არის სიტყვები გრანადა, მე შენს ჯადოს ქვეშ მოვეკეცი და მე მოვეკეცი შენი ზეგავლენის ქვეშ. ეს დო იყო თუ სი? სი, დო, ბრავო! ბრავო, ბრავო! მე მომწონს შენი იმიჯი. არაჩვეულებრივად გამოიყურები. ძალიან გიხდება ბაბთა თეთრი პერანგი, პიჯაკი არა, შენ განსაკუთრებული შენი იმიჯი. გამხდარ ხარ? რა თქმა უნდა. სხვათა შორის გამხდარ ხარ? ეს არ არის საქმე. ნამდვილად და მე დავეთანხმები ნიკას იმასაც, რომ გაქვს ქარიზმა. რაღაცნაირად მღერი, არაჩვეულებრივად. დარბაზი აყავს ეხლა ნამდვილად ჯადოს ქვეშ ამყოფებს თავის ზეგავლენის ქვეშ მოაჯოდოვა. ტექსტში არის სიტყვები, გესმის გრანადაში ეს სიტყვები, მაგრამ კიდე იცი რა მომეწონა? გეორგ, ის რომ შენ დაგიმუშავებია, კიდე უფრო კარგად ჟღერ შენი ხმა და ეს არის შენი რეპერტუარი. ვინაც ეს უნდორმა. ამბიციურად დადგა ორკესტრთან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ამას ვერ ახერხებს ძალიან ბევრი მაგარია. კარგია გეორგი, ძალიან კარგია მეგობრებო, მაგრამ მამიებთან. მეგობრებო, პატივცემულო ჟიური, დიდი მადლობა. დაურეკეთ. აუცილებლად. შენ მაყურებელს მიმართავ, თუ თქვენს მოჯადოვ დიდ როგორც ია, დაურეკეთ ამ ქარიზმატულ ადამიანს ნომერზე 093337. და აპლოდისმენტებით გავასილოთ გეორგ პეტროსიანი.
Bravo! და იცი, ახლა გადავინაცვლოთ LG-ს ოთახში. ნიკა, რა თქმა უნდა. რა ხდება? რა ხდება? ხედავთ მე მგონი რა ხდება. აქ არიან Happy Hands, ჩემი მეგობრები. კარგები, ლამაზები, მშვენიერები და ძალიან ნიჭიერები რაც თავარია. ისინი დღევანდელი დღის ბოლო კონკურსანტები არიან, როგორც იცით, მაგრამ იქამდე ვიდრე სცენაზე გამოვლენ, მე უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ კიდევ გვეყოლება ყოველ კვირა ერთი კონკურსანტი, რომელსაც დაასახელებს LG-ს წარმომადგენელი და ყოველ კვირა თითო კონკურსანტს ექნება 24 საათი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა დააგროვოს ინტერნეტში. მას შემდეგ რაც 5-ვე კონკურსანტი შეირჩევა, ვინც საიდანაც ფინალში ერთ-ერთი შეიძლება მოხდეს. ბოლო 12 საათი კიდევ ყველას ერთად ექნება, რომ მეტი ხმა კიდევ დააგროვონ. მოკლედ, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს 24 + 12 საათში, ის მოხდება ფინალში. ეს ყველაფერი გასაგებია, ხო, იმედია? ყველაფერი გავიგეთ. იქამდე კი აქ არიან ადამიანები, რომლებიც თავისი ლამაზი თითებით, თითუნებით და ხელებით, happy ხელებით, აი ესე დაუტყაპუნებენ ყველაფერზე და რას დაუტყაპუნებენ, როგორ დაუტყაპუნებენ, ეს უნდა გკითხოთ. სიახლეები გვაქვს, მაგრამ ამას ნახავთ სცენაზე. ნუ ერთი სიახლე ფაქტია რომ უფრო მეტი ხართ ვიდრე იყავით აქამდე. სხვა სიახლეებიც. კარგი. მაშინ მოდი მითხარი შენი ნომერი. 093330308. აი ესეთი ენერგიულები არიან. Happy Hands ისინი მოემართებიან თქვენთან სცენაზე. ჩვენ ნახოთ ვიდეო. მე მგონია რომ ეს არის ხელოვნება. ჩვენ ყველანი ვართ სეულის სტუდენტები და ვართ ჯგუფები. ერთად ვართ ლექციებზე. ლექციების შემდეგაც ერთად რეპეტიციობთ სევართ პროექტში. ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში ჩვენს მიმართ მოლოდინი არის ძალიან დიდი, როგორც მაყურებლისგან, ასევე ჟიურის მხრიდან. ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტი მაგი და სხვა ინსტრუმენტით ჩავარდნით. ჩვენ მაყურებელს საინტერესო შოუს ვპირდებთ. ფინალში გადასვლა ჩვენთვის ძალიან დიდი ტრამპლინი იქნება, რომ ვაკეთოთ საინტერესო საქმე მომავალში. და ამ ფორმით შევიტანოთ პატარა წვლილი მუსიკალურ სამყაროში. Happy Hands! Energia!
წარმოუდგენია, რა ხდება თქვენთან ლექციაზე? გიბრაზდებიან ლექტორები? ცოტა. მოდი პირდაპირ ჟიურის ნიკა. მე ვიტყვი იმას, რომ ალბათ არასდროს ნიჭიერის მაყურებელს არ გაჭიროებია და არ გაუჭირდება ასე ფინალისტის არჩევა, როგორც ეს იქნება დღეს. იმიტომ რომ ჩვენ რაც ნახეთ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე ნომერი არის წარმოუდგენლად კარგი და ეს ნომერიც მათ რიგშია. შეუდან ხართ, ხო? მე აი ზემოთ არის. ძალიან კარგია, ძალიან კარგი. ვაცადოთ მე პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ჯერეთი ხართ ძალიან ლამაზები ყველანი. გაქვთ არანორმალური ენერგეტიკა, პოზიტიური, რომელიც ხეთქავს ეკრანებს, დარწმუნებული ვარ. აი აქვე ვგზნობ. ხართ ზე არტისტულები და ძალიან საინტერესო და ქარიზმატული ხალხი და კიდევ ერთხელ გეუბნებით. მე თქვენს რამდენიმე სხვასაც, მაგრამ თქვენს აუცილებლად დაგირეკავდით, მაგრამ არ ვიცი როგორ შეიძლება თქვენ ფინალს მიღმა დარჩეთ, იმიტომ რომ ესეთი სანახაობა, სადაც არა მხოლოდ კარგად უთყაპუნებენ და ცეკვავენ, არამედ ღერიან კიდევაც, არის ძალიან იშვიათი. მე თქვენსკენა ვარ ნამდვილად. დიდი მადლობა ნიკას, ნანუკა. ხო. მე თქვენ ძალიან მომეწონეთ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაგინახეთ პირველად, მეორედ როდის დაგინახეთ, არ ვიცი ახლა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვიცოდი, რომ ძალიან სანახაობრივი იქნებოდა ის, რასაც გვაჩვენებდით. თან ამის პირობა დადეთ და ეს შეასრულეთ და დარწმუნებული ვარ, თუ მაყურებელი მოგცემთ შანსს და მინდა ძალიან, რომ ეს შანსი მაყურებელმა მოგცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უფრო მაგარ ნომერს გვანახებთ შემდეგ ტურში. ამიტომ მე ყველას ვთხოვ, რომ დარეკოთ თქვენს ნომერზე. და ჭოლა რას გვეტყვის, ჭოლა? მე შევერთები საერთო აქტუალებას, ძალიან კარგები ხართ, ძალიან კარგი რომ ერთად, აი თქვენი ერთად ყოფნა ძალიან გადამდებია. არ შეიძლება თქვენი დაცილება. ალბათ არსებობს თქვენზე უკეთესი მოცეკვავეები ბუნებაში, ზოგადად. მაგრამ თქვენნაირები არ არიან. არა, ხო. აი თქვენ სხვანაირები ხართ, ერთად რო ხართ, ეს არის ისეთი გადამდები. ჩოლა, რატომ მოგწონს ესე განსაკუთრებით? ესე აი ძალიან გეტყობა რომ აი რომ ერთად არიან. მიხარია უყურებ ერთმანეთი უყვართ, კარგ ხასიათზე არიან და მეც კარგ ხასიათზე ვდგები. მინდა რაღაც უკეთესი გავაკეთო. რა თქმა უნდა. და ია გისმენთ. რაღა უნდა დავამატო, ყველაფერი თქვენ ჩემმა კოლეგებმა, თქვენ ხართ ლამაზები. თქვენ ხართ ახალგაზრდები, თქვენ ხართ ნიჭიერები და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ფრთები, ასე რომ იფრინეთ. დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს შევახსენებ, თუ გსურთ ეს მოთყაპუნე არაჩვეულებრივი ადამიანები იხილოთ ფინალშიც, მაშინ აუცილებლად ეხლავე აიღეთ მობილური ტელეფონები მაგთის ბილაინის ჯეოსელის აბონენტებმა და დარეკეთ მათ ნომერზე 093338. და ზუსტად ისე, როგორც ეს ადამიანები ატყაპუნებდნენ ხელებით, ასევე უხარი აპლოდისმენტებით გავასწირო. Happy და გიორგი, რაღაცა სანამ გავაგრძელებ, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კონკურსანტების ჩასმულობაზე ზრუნავს სილამაზეს გარეგნობაზე ზრუნავს სილამაზის სტუდია სალონი კეონი, რომელიც ეკოლოგიური და სუფთა საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციით გვემსახურება გიორგი. და ასევე მინდა გითხრათ, რომ თავარი ჯერ კიდევ წინ არის. თქვენ კი არცად არ გადართოთ, შემოდით My Videos ინტერნეტ ოთახში და ნახეთ რა ხდება პირდაპირ ეთერში იქ. ჩვენ ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და პირველი ნახევარფინალური შოუ გრძელდება. დღეს 8 ნახევარფინალისტიდან 2 ფინალისტი გახდება. ამასთან ჩვენი წარდგენი LG დაასახელებს კიდევ ერთ კანდიდატს, რომელსაც მიეცემა დამატებითი შანსი, რომ მოხვდეს ფინალში. დღეს 6 კონკურსანტი დატოვებს შოუს. სულ ცოტა დღე რჩება ზარების შეწყვეტამდე. ამიტომ იაქტიურეთ და სასწრაფოდ დაურეკეთ თქვენ შეულებს.
მე მესმის რამდენად რთულია ახლა არჩევანის გაკეთება, ამიტომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი თუ რა მოხდა დღეს ნიჭიერში. დაიძრა ბორბალი, რომლის წონა 56. წონა გახლავთ. პირველი კალათა დაძრულია და მეხუთე კალათას როცა გაუჩინარდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ ნომერი დასრულებულია, მაგრამ მე თუ მკითხავთ ნომერი ნიჭიერში არ სახელდება აუთსაიდერი, ეს არის შოუ, რომელსაც ერთდროულად გამოეთიშება კონკურსანტების უმრავლესობა. 8 მონაწილეიდან მხოლოდ 2 გადავა. სამწუხაროდ დანარჩენებისთვის შოუ დამთავრდება. ამიტომ იაქტიურეთ, რომ მე გული არ დაგსდეთ. მიეცით შანსი თქვენს ფავორიტს გახდეს ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მქონე მფლობელი. და 8 კონკურსანტი ახლა აქ დგას და ელოდება ხალხის გადაწყვეტილებას და ესენი არიან ჯგუფი The Mess, გოგიტა და ლუკა, Jean-François Martelly, Temo და Keti, Ivan Makarovi, Wild Girls, Georg Petrosiani, The Happy Hands. ეხლა ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. დარჩა სულ რაღაც 45 წამი. წამსვამი ჩაირთო.
ხმის მიცემა შეწყდა. სულ ცოტა ხანში ჩვენ გავიგებთ ვინ არის ხალხის რჩეული, ვინ გახდა პირველი ფინალისტი. ეს დრო ჩვენი კონკურსანტებისთვის ძალიან დიდ ხანს მიდიოდა დარწმუნებული ვარ ერთი საუკუნე გაგრძელდა. ან მეტიც ყველას გულისცემა მესმის, შენი გიორგი, შენი გულისცემა მესმის და ჩემიც, იმიტომ რომ ყველანი ვღელავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგება, ვის აირჩევს ერი დღეს. ამას ძალიან მალე გავიგებ. და ჟიურის ყველანი ველოდებით პირველ ფინალისტს. რა გველოდება წინ, რა ვიცით? რა საინტერესოა ვინ შეიძლება აირჩიოს აი ამ 8 არაჩვეულებრივ კონკურსანტებს შორის ჩვენმა მაყურებელმა. ძალიან რთული გადაწყვეტილება. მე ძალიან გამიჭირდებოდა პირადად. მე საერთოდ ვერ მივიღებდი და მეგობრებო სულ შემოსულია 37,822 ხმა. და ამ ხმების უმრავლესობა ანუ 62.2% მიიღო ერთმა კონკურსანტმა. მაყურებლის გადაწყვეტილებით ნიჭიერის ფინალში გადადის თემო და კეთი! დიდი მადლობა, ბრავო, გილოცავთ თემო და კეთი, თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს ყველაფერი, თუმცა მეგობრებო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის თქვენ როგორც იცით, ნიჭიერის წესების თანახმად მეორე ფინალისტს დაასახელებს ნიჭიერის ჟიური და ნიკა გთხოვთ, გითხარით ვინ არის ჟიურის რჩეული. დამატებით თათბირს აწყობს ჩვენი ჟიური გიორგი. მიუხედავად იმისა, რომ დრო არ გვაქვს, მაინც თათბირობენ და რთულია. სიჩუმეს გთხოვთ დარბაზში გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ქართველ მაყურებელს ესეთი ღირსეული და მე ვიტყოდი ერთადერთი სწორი არჩევანისთვის. ერთადერთი სწორი, იმიტომ რომ დღევანდელი კონცერტი იყო ფანტასტიკური. ძალიან დიდი მადლობა მონაწილეებს, რომ ესეთი არაჩვეულებრივი სანახაობა შემოგთავაზეს. ჩვენი არჩევანი იყო ის, ვინც გადაიყვანა მაყურებელმა, მაგრამ გვიწევს ახალი არჩევანის გაკეთება და ეს არის ძალიან რთული, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. გვესმის. ჟიურის არჩევანი გახდა გევორგ პეტროსიანი. გევორგ პეტროსიანი! გილოცავ. ჩვენ ყავს ორი ფინალისტი, გევორგ პეტროსიანი, უბრალოდ თემო და კეთი, რომელიც თქვენ ტელემაყურებელმა აირჩიეთ და გევორგ პეტროსიანი, რომელიც ჟიურიმ დაასახელა. მათ თქვენ აუცილებლად შეხვდებით ფინალში, სადაც ეკნებათ რეალური შანსი, რომ მოიპოვონ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული. და ეხლა ესე იგი ჩვენი პარტნიორი LG დაასახელებს კიდევ ერთ კანდიდატს, ვისაც მიეცემა დამატებითი შანსი, რომ მოხვდეს ფინალში. დამატებითი შანსი ექნება, რომ მოხვდეს ფინალში. თიკო დიდავას უსმენთ, გთხოვთ. აბა ნიკასთან გადავიდეთ. დიახ, თიკო დიდავა არა ის წარმომადგენელი არის ახლა ჩვენთან ელჯის ოთახში და ის დაასახელებს კიდევ ერთ კანდიდატს, რომელსაც ექნება შანსი, რომ მოხვდეს ფინალში. თიკო როგორ? კარგად, მადლობა. ემოციები დატვირთული, ძალიან ბევრი ვინერვიულეთ და გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიერ. მე შეხოთაშორის გილოცავთ LG-ს brand shop-ი გაგიხსნიათ თელავში და სულ და გულით გილოცავთ. ახლა გითხარი კონკურსანტი, რომელსაც თქვენ მისცემთ შანსს, რომ მოხვდეს ფინალში. LG-ს და Array Tomorrow-ს ერთობლივი გადაწყვეტილებით დღევანდელი ჩვენი რჩეული გახდა Happy Hands. Happy Hands! მაშასე! მესამე ფინალისტი ყავს. LG-ს რჩეული არის Happy Hands, რომელსაც ეკნება რეალური შანსი, რომ გახდეს ჩვენი ქვეყნის ჩვენი მესამე ფინალისტი. მესამე ფინალისტი. მაშასე ყავს 3 ფინალისტი. არ ყავს 2 ფინალისტი ყავს და ერთ ეძლევა დამატებითი შანსი. გიორგი, ჩვენ შემდეგ ორშაბათს უფრო მაგარი სანახაობით დაგიბრუნდებით და გამოვავლენთ კიდევ 2 ფინალისტს. დროები! შემდეგ ორშაბათამდე